პროტესტი არ დაწყებულა, როგორც თორნიკემ აღნიშნა, არც 28 ნოემბერს, არც მანამდე კანონზე რო აქციები იყო. პროტესტი დაიწყო მაშინ, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა და მოკლეს სანდრო გირგულიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახისგან ახლობელი. და მე ვხედავდი იმ პერიოდში, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავდი იმ შიშს, რა შიშიც იმ დროს არსებობდა. მე მგონი ახსნა არავის არ ჭირდება, საიდან გამომდინარე და რა ხდებოდა იმ პერიოდში ზოგადად. და მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატო შეიძლება ადამიანის აზრის გამოხატვა შეიძლებოდეს რაღაცა საშიშროების მომტანიან, რატო შეიძლება ადამიანმა იგრძნოს საშიშროება, როცა უნდა აზრის დაფიქსირება და ამ ყოველთვის ვერაკეთებს, იმიტომ რომ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისე დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც უნდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი პროტესტი, როგორიც მაგალითად დღეს არის. ასევე მე უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არ არის განწყობილი მარტო რაღაც მთავრობის და პირობითად მინისტრების ან ვიღაცის მიმართ, კი არა, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ კრიტიკული არ ხარ პირველ რიგში შენი თავის მიმართ, ეს არის კონფორმიზმი.